რას ამბობენ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები უკრაინასთან მატჩის წინ? ვილისანიოლის და უკრაინელების კომენტარები მნიშვნელოვან შეხვედრამდე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაუპირისპირდება. ჩვენმა ბიჭებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშეს და მოედანზე მაქსიმუმის გასაკეთებლად ყველა მზად არის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია. 9 შეხვედრიდან 6-ჯერ დაუმარცხდით, 3-ჯერ კი ფრევი თამაშეთ. რა თქმა უნდა, ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებასთან ერთად ესეც დამატებითი мотиваციაა. დავამარცხოთ უკრაინის ნაკრები ისტორიაში პირველად. მეორეს მხრივ, უმოტივაციობას არ უჩივის უკრაინის ნაკრები, რადგან მათ ჯგუფში 0 ქულა აქვთ. შესაბამისად, დღეს ჩვენი მეტოქე პირველი ქულების მოპოვება შეეცდება. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინელებს შემადგენლობაში პრობლემები აქვთ, რადგან ტრავმების გამო გუნდს ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია. მათ შორის არის ოლექსანდრ ზინჩენკო, ვიტალი მიკოლენკო, ვიქტორ ციგანკოვი, ანდრეი ლუნინი და რუსლან მალინოვსკი. შეხვედრამდე, რა თქმა უნდა, კომენტარები გააკეთეს ორივე გუნდის მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. მათ მოსმენამდე, თუ გინდა რომ YouTube სივრცეში სპორტული სიახლეები ნახო პირველმა, გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო. ამ შეხვედრისთვის მზადება პოლონეთში გადავწყვიტეთ. ასე უფრო კომფორტული იყო, რადგან ფეხბურთელებმა ენერგია დაზოგეს. ფეხბურთელები ორშაბათს და სამშაბათს ჩამოვიდნენ და თამაშისთვის ყველა მზადაა. წარუმატებელი შეხვედრების სერია არ ნიშნავს იმას, რომ სერია აუცილებლად გაგრძელდება. უკრაინა კარგად დაკომპლექტებული ძლიერი გუნდია. ვიცი რომ რთული თამაში იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდი უკრაინასთან შეხვედრისთვის მზად არის. კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეების დამოკიდებულებით. გუნდში იგივე ატმოსფერო და გამარჯვების სურვილია, როგორიც წინა თვეებში. საქართველოში კონკურენცია ძალიან დიდია და ვინც იმსახურებს თამაშს, მოედანზე ის გამოდის. ფეხბურთში შეიძლება დამარცხდე, თუმცა მთავარია სრულად იყო ფოკუსირებული და არსებული რესურსის რეალიზება შეძლო. სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობთ იმ პოზიციაზე, რომელიც ჯგუფში გვაქვს. მოგეხსენებათ, სამივე ნაკრები, რომელთანაც ჯგუფში ვთამაშობთ, ევროზე პირდაპირ გავიდა. ეს აჩვენებს იმას, თუ რა ძლიერი მეტოქეები გვყავს. ისეთი ჯგუფია, რომ ყველას შეუძლია გამარჯვება. ეს წინა თამაშებშიც დამტკიცდა. წინ 4 რთული შეხვედრა გველოდება და ჩვენი მიზანი ქულების დაქროვება. ლიდერის სტატუსით როდესაც ხვდები ამ თამაშებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ რა თქმა უნდა, პროგრესი მუდმივია და არასდროს არ უნდა შევჩერდეთ, პირიქით გავაგზავნოთ წინსვლა. რაც შეეხება მომდევნო თამაშს, იცი რომ დიდად არ მიყვარს მეტოქეზე საუბარი, მაგრამ ვიცით რომ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ისიც ვიცით რომ ძალა ჩვენშია. ის ძალა ერთიანობის, არა მარტო იმ 23 კაცის, რომელიც დღეს აქ ვართ, არამედ მთლიანად საქართველო, ჩვენ ზუგს უკან არიან ჩვენი დები, ძმები, პაპები, ბებიები და ვიცით თუ რამხელა ძალა არის ეს ყველაფერი ჩვენთვის და ამ ძალას უბრალოდ ვერავინ მოახერხებს რომ აჯობოს. ჩვენ ნაკრებში ვინ გაიტანს გოლს, ვინ იქნება არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის რომ ის ძალა და ერთიანობა ვაჩვენოთ ერთმანეთს და არა მარტო ერთმანეთს, იმ ბავშვებს, იმ მომავალ თაობას, რომელიც ჩვენ გვიყურებს, რათა ისწავლონ რომ ჩვენი ძალა არის ერთიანობაში და ამ ყველაფრით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. რთული თამაში ველოდებით, ჩემი აზრით რთული თამაში იქნება. ბევრი ფეხბურთელი აკლიათ, ვიცით მათ და არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ მაინც მათ ყავთ იმ დონის ფეხბურთელები, რომ გაგვიწევენ საკმაოდ წინააღმდეგობას და თან გასვლით თამაშზე არასდროს არ არის მარტივი თამაში. ასე რომ რთული თამაში ველოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია კლუბში კარგი თამაში ნაკრებისთვის, მით უმეტეს ნაკრების შეკრებამდე ერთი დღით ადრე, 2 დღით ადრე დაახლოებით ესე თამაში რო თამაშობ, ბოლო თამაშს და ისე შედეგს რო ფიქსირებ, ძალიან კარგია, გეხმარება ფსიქოლოგიურად. ძალიან მჭირდებოდა ეს ყველაფერი მე, თვითონ გუნდსაც და ძალიან გახარებული ვარ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ახლა ნაკრებში უნდა გადმოვიტანო პირადად მე. ბიჭების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ზუსტად ის რა თამაშების წინა შეკრებაზე ვითამაშეთ, მინიმუმ იგივენაირად ვითამაშოთ და რა თქმა უნდა გავაუმჯობესოს ის დეტალები, რაც შესაძლებელი გქონდა დაში. განწყობა ყოველთვის, როგორც ყოველთვის იდეალურია და ვემზადებით მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში იყო წარმატებული თამაშები, რაც
დიდი შრომის დამსახურება და კარგი მომზადების დამსახურება. აუცილებელია რომ ეს კარგი თამაშები გავაგრძელოთ და ამისთვის აუცილებელია მზადყოფნა რომ კონკრეტული თამაშებისთვის განსაკუთრებულად მოვემზადოთ და შედეგი ამედია რომ იქნება ისეთი როგორც იყო სექტემბერში. ჩვენ მიჩვეული ვართ სავ სტადიონზე თამაშს ბოლო პერიოდში რაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ეს არის ქართველი გულშემატკივარი გასვლით თამაშებზე ძალიან მრავლად არიან ყოველ ჩვენ არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობთ ყოველთვის ძალიან ბევრი გულშემატკივრობს და სწორედ ერთ-ერთი ჩვენი ძლიერი მხარე სწორედ ესეც არის და ჩვენ შევეცდებით რომ ეს ჩვენი მიზანი რაც გვაქვს დასახული ბოლომდე მივიყვანოთ და გავახაროთ გავუშვათ ისინი სახლში ბედნიერი. არის თუ არა საქართველოსთან შეხვედრა ბოლო იმედი სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად? გვესმის რა პოზიციაზეც ვიმყოფებით და ვიცით რომ პირველი ორი შეხვედრა წავაგეთ. ჩეხეთის წინააღმდეგ 20 დარტყმა გქონდა და გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ დავმარცხდით. საქართველოსთანაც იგივე მიზანი გვექნება და 3 ქულის აღებას შევეცდებით. ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ტურნირია. გვინდა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. უკრაინაში ყველა დღე დღესასწაულია, როცა ეროვნული ნაკრები თამაშობს. უკრაინის შეხვედრას მთელი ქვეყანა ელოდება და ყველას ესმის ამ თამაშებს რამხელა მნიშვნელობა აქვთ. საქართველოს ძლიერი, შეთამაშებული და ბრძოლის უნარიანი გუნდია. მათი ნაკრების რიგებში თამაშობენ ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებიც მაღალი დონის კლუბებს წარმოადგენენ. ამ მომენტისთვის საქართველოს ჯგუფის ლიდერია და მათთან გასამართი შეხვედრისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენთვის საზრუელი შედეგი დავაფიქსიროთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა 2 მოგებით დაიწყო და 6 ქულით B ჯგუფის ლიდერია. B დივიზიონის ჯგუფში გამარჯვება კი A დივიზიონში გადასვლასთან ერთად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსსაც იძლევა. მოკლედ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ყველა შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები და წარმატებები ვუსურვოთ დღევანდელ შეხვედრაში. ახლა კი მოკლედ გეტყვით, რომ სამწუხაროდ 2025 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ძალიან მნიშვნელოვან საკვალიფიკაციო შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთთან სტუმრად 2-3 დამარცხდა. რითაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა. შეგახსენებთ, რომ C ჯგუფს ნიდერლანდები 27 ქულით ლიდერობს. შესაბამისად, მათ ევროსაგზური გარანტირებული აქვთ. ევროპის ჩემპიონატზე ასევე გადის 9 ჯგუფის 3 საუკეთესო მეორე ადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 6 მეორე ადგილოსანი ბოლო 3 საგზურისთვის პლეი-ოფს ითამაშებს. ჩვენ ჯგუფში მეორე ადგილზე 17 ქულით შვედეთია, რომელიც 1 ქულით გვისწრებს. შესაბამისად, ორივე ნაკრებისთვის შემდეგი ჯგუფის ბოლო შეხვედრა გადამწყვეტია. 14 ოქტომბერს შვედეთი ნიდერლანდებს ესტუმრება. 15-ში კი საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ასე რომ, ამ შეხვედრაშიც წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.